ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი კრიტიკული ინფრასტრუქტურული მომსახურებებია, რომელთა უწყვეტი ხარისხიანი მიწოდება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ეკონომიკური საქმიანობისთვის. მომსახურების ხარისხი, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია იმ პირობებში, როდესაც სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა შეფერხებების, მათ შორის მომარაგების წყვეტის, მომსახურების ან მომხმარებელთა მიმართვებზე რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომსახურების ხარისხის სტანდარტების ეფექტიანი ფუნქციონირება. სემეკი უკვე მერვე წელია იყენებს მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რომელიც ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. უფრო ცვლად, ამ საკითხზე გადაცემის სტუმართან, სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან ანა ზარიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ანა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დღეს გადაცემის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს არის კომერციული მომსახურების სფეროში, უпростоრად კომუნალური მომსახურების სფეროში, მომსახურების ხარისხი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სემეკი უკვე როგორც აღნიშნეთ ჩემ შესავალ სიტყვაში 8 წელია სარგებლობს პროგრამით, რომელიც პირდაპირ დროის რეჟიმში უწევს მონიტორინგს იმ შესრულებულ სამუშაოებს, რომელსაც კომუნალური მომსახურების კომპანიები ახორციელებენ. უფრო დეტალურად რო გითხრათ ამ პროგრამის შესახებ. მოგესალმებით, კეთი, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ მოწვევისთვის. სწორად აღნიშნეთ, მომსახურების ხარისხის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სემეკისთვის და მისი ეფექტიანი მონიტორინგისთვის სემეკმა შეიმუშავა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მომხმარებლებზე გაწეული მომსახურების ხარისხს. ეხლა უშუალოდ როგორ მუშაობს ეს პროგრამა. ეს არის ელექტრონული პროგრამა, ხო, რომელიც პირდაპირ დროის რეჟიმში აფიქსირებს აბსოლუტურად ყველა განაცხადს, ყველა შემთხვევას, როდესაც მომხმარებელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიმართავს კომპანიას. დიახ, სწორად აღნიშნეთ, როგორც კი მომხმარებელი კომპანიაში დაწერს განაცხადს, ინფორმაცია ავტომატურად ისახება ელექტრონულ ჟურნალში ამ მონიტორინგის პლატფორმაში და მარეგულირებელს აქვს უკვე მყისიერი წვდომა სრულ პროცესზე. როდის დარეგისტრირდა განაცხადი, რა ვადა განესაზღვრა კომპანიას მომსახურების გაწევისთვის, შეასრულა თუ არა დროულად აღნიშნული მოთხოვნა. გარდა მომხმარებელთა მიმართვებისა, ასევე იტვირთება წყვეტების შესახებ ინფორმაცია, როგორც გეგმურ, ისე ავარიულ გათიშვებზე. წყვეტები ეს მაგალითად, როდესაც ელექტროენერგია შემიწყდა ან სასმელი წყალი აღარ მომეწოდება, ხო, ესეთი შემთხვევებია. და წყვეტებთან დაკავშირებით ხედავთ დეტალურ ინფორმაციას, როგორც არის მაგალითად, როდის დაიწყო, რა მიზეზით გაითიშა, მოსახლეობის რა ნაწილს შეეხო, მოხდა თუ არა მათი დროული ინფორმირება, როდის აღდგა მომარაგება. მოკლედ რომ ვთქვათ, ადრე თუ მომსახურების ხარისხის შეფასებას ვაკეთებდით საერთო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღეს უკვე თითოეულ მომსახურებასა და წყვეტას ვაკონტროლებთ რეალურ დროში, ინდივიდუალურად და ამან მოგცა შესაძლებლობა, რომ მონიტორინგი გახდეს უფრო ეფექტიანი, ზუსტი და მომხმარებელზე ორიენტირებული. გასაგებია. ძალიან საინტერესოა ანა ის სტანდარტები, რომელიც სტანდარტებითაც ხელმძღვანელობს მარეგულირებელი კომისია, ამაზე არსებობს შესაბამისი დადგენილება და განსაზღვრულია როგორც გარანტირებული, ასევე საერთო სტანდარტები და უფრო დეტალურად რო გითხრათ ამ სტანდარტების შესახებ და იმ შემთხვევაში თუ ხდება სტანდარტების დარღვევა, რა ბერკეტები გააჩნია მარეგულირებელ კომისიას. სწორედ აღნიშნეთ, ორი ტიპის სტანდარტი არის განსაზღვრული დადგენილებით, ეს არის საერთო და გარანტირებული. საერთო სტანდარტები უყურებს კომპანიის გაწეული მომსახურების ხარისხს მთლიანობაში და მათ შორის არის მაგალითად წყვეტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება, კოლ-ცენტრის გამართული მუშაობა, საიმედოობის მაჩვენებლები და სხვა პარამეტრები. და ამ სტანდარტების მიზანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი და საიმედო მომსახურება. ხოლო გარანტირებული სტანდარტები უკვე ინდივიდუალურ მომხმარებლებზე არის გათვლილი და აკვირდება ინდივიდუალური მომხმარებლისთვის გაწეულ კონკრეტულ მომსახურებას. და ასეთი სტანდარტებს განეკუთვნება მაგალითად ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, სიმძლავრის გაზრდა, მრიცხველის შემოწმება და ასე შემდეგ.
რაც შეეხება სტანდარტების დარღვევას, აქაც მნიშვნელოვანია გავასხოთ, რომელი ტიპის სტანდარტი ირღვევა. პირობითად, თუ ვადაში არ შესრულდა გარანტირებული სტანდარტი, მაშინ უკვე კომპანიას აქვს ვალდებულება მომხმარებელს გადაუხადოს წესებით განსაზღვრული კომპენსაცია. ამის ვადაც დადგენილია დარღვევიდან 15 სამუშაო დღე და აღნიშნული კომპენსაცია მომხმარებელს ირიცხება სააბონენტო ბარათზე შემდეგი ანგარიშწორებისთვის და რაც მთავარია, ამის ასახვა ხდება ავტომატურად, მომხმარებელს აღარ უწევს დამატებითი განცხადების დაწერა ან call-ცენტრში დარეკვა. ცოტა განსხვავებული მიდგომა არის ქსელურ მომსახურებებზე განსაზღვრულ კომპენსაციებზე. აქ მიდგომაში გულისხმობ თვითონ კომპენსაციის ოდენობა, რადგან ეს არის ფასიანი მომსახურებები. ანუ სხვა სტანდარტებთან მიმართებაში განსაზღვრულია კონკრეტული ოდენობა, ხოლო ამ შემთხვევაში დამოკიდებულია უკვე თვითონ საფასურზე მომსახურების. და აი მაგალითად უფრო მარტივი აღსაქმელი რა იყოს მაგალითით მოგიყვებით ამის შესახებ. დაუშვათ რომ ავაშენი აგარაკი და მიუმართე ენერგო კომპანიას ქსელზე მიერთების განაცხადით. ვთქვათ საფასური მომსახურების არის 1600 ლარი, ხოლო ვადა 40 სამუშაო დღე. თუ კომპანია 40 დღეში ქსელზე არ მიმაერთებს, მაშინ მე 1600 ლარის ნაცვლად მომიწევს 800 ლარის გადახდა. შესაბამისად, ჩემთვის მომსახურების საფასური ნახევრდება. და იწყება ავტომატური 40 დღიანი ვადის ხელახალი ათვლა და თუ ისევ ვერ შეასრულებს კომპანია მომსახურების გაწევას დადგენილ ვადაში, მაშინ უკვე ვალდებულია უფასოდ მიმაერთოს. ხოლო ჩემი წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასური უნდა დამირიცხოს განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე და ასე მოხდება იქამდე, სანამ არ დასრულდება ქსელზე მიერთების განაცხადი. ანუ ყოველი ვადა გადაცილების შემდეგ კომპანიას ექნება ვალდებულება გადამიხადოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში საჭიროა რომ არეგულირებელს მომხმარებელმა მიმართოს განცხადებით თუ ავტომატურად ხდება პროცესი? ესეც ავტომატურად ხდება დასრულებიდან 15 სამუშაო დღეში კომპანიები ავტომატურად სახავენ კომპენსაციას. თუმცა ცოტა განსხვავებული მიდგომა უკვე საერთო სტანდარტებზე. აქ არ ხდება მომხმარებლის ინდივიდუალური კომპენსირება და კომპანიების წლიური შესრულების მაჩვენებლები მაგალითად, როდესაც არის ხშირი წვეტები, ხო? რაც აქტუალურია და სემექსშიც ხშირად არის მომართვა, რომ ხშირი გათიშვა მაქვს ან ხანგრძლივი და მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია. ამ ეტაპზე სამწუხაროდ მომხმარებელს ინდივიდუალური კომპენსაცია არ ეკუთვნის, თუმცა კომპანიის წლიური შედეგები აუცილებლად აისახება ფინანსური წახალისებისა და სანქცირების მექანიზმში, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ტარიფში. და ამით კომპანიებს უფრო მეტი мотиваცია აქვთ, რომ მომსახურება გაწიონ დროულად და მომხმარებლის უფლებებიც უფრო საიმედოდ არის დაცული. Ani, ძალიან ხშირად სემეკი აქვეყნებს ხოლმე ინფორმაციას კომპენსაციების მოცულობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ხოლმე ის მოცულობა, რასაც ვეცნობით, ხომ? როგორია შედეგები დღეისთვის, მაგალითად წლის განმავლობაში და აი რაც პროგრამა ამოქმედდა დღემდე რაოდენობის კომპენსაცია გაცემული ჯამში. გასული წლის მაჩვენებლებზე დაყნობით სადღაც 3 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა მოხდა, თუმცა ამოქმედებიდან დღემდე ეს რიცხვი საკმაოდ მსუყიარი და ცდება 28 მილიონ 750.000 ლარს. ანუ ეს კომპენსაციების მოცულობა აჩვენებს იმას, რომ დარღვევები რეალურად ბევრია სექტორებში? ძალიან სწორი აღნიშნა კეთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მოცულობის კომპენსაციის გადახდა მოხდა, ეგ ანიშნავს, რომ საქართველოში მომსახურების ხარისხი არის დაბალი. რეალურად საშუალოდ გარანტირებული სტანდარტების 97%-ს კომპანიები ვადაში ასრულებენ. და სწორედ იმ ვადაგადაცილებულ 3%-ს ეკუთვნის ეს 28 მილიონი 750.000 ლარზე მეტი გადახდილი კომპენსაცია. და ყველაზე ესე ვთქვათ პრობლემატური სექტორი ამ კუთხით რომელია რომელშიც ხდება უფრო ხშირად სტანდარტების დარღვევა. თუ სტატისტიკას ჩავშლით უკვე სექტორებად, გადახდილი კომპენსაციების 51% მოდის წყალმომარაგების სექტორზე, 39 ელექტროენერგეტიკის და 10 ბუნებრივი გაზის. თუმცა აქვე ხაზი მინდა იმ გარემოებას გაუსვა, რომ კომპენსაციების უმეტესი ნაწილი არის ქსელური მომსახურებების დარღვევების გამო.
და წყლის სექტორში იმდენად ტექნიკურად კიდევ უფრო რთული სამუშაოები არის შესასრულებელი, რომ სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევაში ვერ ხდება ვადების დაცვა. და ამან განაპირობა, რომ წყლის სექტორში უფრო მეტი კომპენსაცია არის, ვიდრე სხვა დანარჩენ სექტორებში. გასაგებია და აუცილებლად მინდა კითხოთ ჩვენი საუბრის დასასრულს პროგრამის შესახებ, როგორც ვიცი, ძალიან დიდია დაინტერესება იგივე სემეკის კოლეგა მარეგულირებელი კომისიების მხრიდან და რამდენად ხშირად გიწევთ ხოლმე აღნიშნულ თემაზე, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაზიარება, თქვენი პრაქტიკის გაზიარება და რა ხდება სხვა ქვეყნების შემთხვევაში, როგორ ხდება მომსახურების ხარისხის რეგულირება იგივე კომუნალური კომპანიების მიმართ. სემეკი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომისიებთან და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ხშირად მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მონიტორინგის პრაქტიკა გაგვეზიარებინა სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ რომ გავმიჯნოთ რა სხვაობა საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს პრაქტიკას შორის მონიტორინგის კუთხით საერთაშორისო სხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები დღემდე მომსახურების ხარისხს აფასებენ კომპანიისგან მიღებულ აგრეგირებულ მონაცემებზე დაყნობით. საქართველოში კი სემეკი რეალურ დროში აკონტროლებს ინდივიდუალურ მომსახურებასა თუ წყვეტას და ეს საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული მონიტორინგის მეთოდებისგან. ამის გამო არის, რომ ძალიან დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ამ და ინტერესიც. და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში სხვა ქვეყნებშიც დაინერგება მონიტორინგის იგივე პლატფორმები. წარმატებებს გისურვებთ, Ანი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და გისურვებთ, რომ კომპენსაციების მოცულობა შემცირებული იყოს სექტორში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით კომუნალურ სექტორში მომსახურების ხარისხის საკითხებთან დაკავშირებით.